იმერთი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტების მშენებლობისათვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთვი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობა მრავალჯერადი რეაბილიტაციის მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი დასახლებულ ზონებთან ნაგავსაყრელების სიახლოვე მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ჩვენი მიზანი არის მოსახლეობას შევუქმნათ ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი გარემო. ამ მიმართულებით გვაქვს კომპლექსური სისტემა და მუშაობთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მყარი ნარჩენების მართვა ქვეყანაში. დღეს ამაზით მივყოფავდეთ იმერეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ რთული სიტუაციაა და მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონის ხელმძღვანელთან, პარლამენტარებთან ერთად მუშაობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მოიძიოს ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნარჩენების განთავსების ობიექტი. და მე ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური მუშაობით, ყველა ჩართულებით, მოსახლეობასთან შეთანხმებით, საბოლოოდ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება მის. რეგიონალური განვითარების სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული სხვა სამინისტროებთან მუშაობის პროცესში, რათა მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოხდეს ლოკაციების, რაც შეიძლება დროულად შერჩევა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება მოსახლეობამდე ამის დროულად მიტანა და დროით გასვალისწინებულ ვადებში მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ჩვენი პარტნიორი სამინისტროების მიერ დაგეგმილი გეგმის შემუშავებას. იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობისათვის რამდენჯერმე შეირჩა ადგილი, თუმცა კომპანიის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი, წინააღმდეგობა და აქციები მოჰყვა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ პრობლემებს შეუქმნის გარემოს და საფრთხეს მათ ჯანმრთელობას. ატრიკეთში ყველგან და აქანე უნდა შეიყაროს ნაგავი და ენაგავი არ გავა იქინე იწყალი? ხო გავა? წყალი იქ და აქ იხსნება ნაგავსაყრელი მაგას. აქანე ნაგავსაყრელი, წამოდ ნახეთ იქ წყალი? ხვარა ამოჭი ჯერ ორმო წყალია ძმა ვახანე წყალი ახლა ამ სიმაღლეზე ყველგანა ახანა ეგერ ჩვენი წყალი სადენია გესმი ეწოდება და გეგუთი პატრიკეთი ამ ზონაზე მიდის ახლა გაწყლიანება და აქედან იქანა არ შევა წყალი